ჩვენი ყოველდღიური განხილვა სიდონში, მოკლედ საზღვრებს ცდება და გადის, ესე იგი, მზის იქით სივრცეში და აი დღეს მივადგეთ იმ სცენას და იმ მომენტს, სადაც ჩვენი სამყაროს, დუალური სამყაროს საიდუმლოებები უფრო ნათლად დავინახეთ და ჩვენ იმასაც მივაგენით, რომ ეს სამყარო აბსოლუტურად მატრიცისგან შედგება და ეს მატრიცა უკვე გავშიფრეთ. მოდი ამ მატრიცაზე დღეს ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ მოდიან სულები ამ დუალურ სამყაროში, ამ ბინალურ სამყაროში და რა მიზანი აქვთ მათ. ალბათ თქვენ იცით, რომ და უკვე გაგეგებათ დუალური სამყაროსა და ბინალური სამყაროს შესახებ, დუალური სულებისა და ტყუპი სულების შესახებ და ალბათ გაგეგებათ ის, რომ ეს რეალურია ეს ურთიერთობები და ამ ურთიერთობებში ძალიან ბევრი იკარგება, ძალიან ბევრი თავს კარგავს, ძალიან ბევრი გზას კარგავს, ძალიან ბევრი მიმართულებას კარგავს და ასე შემდეგ და მოდი ეს თემა გავაშუქოთ დღეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მეგობრებო, ეს საკითხი ჩვენს ქართულ ანბანშიც მოცემულობაშია და ქართული ანბანი ამაზეც მეტყველებს, რომ თითოეულ ასობგერას აქვს თავისი დუალური მხარე, თავისი ჩრდილი და თითოეულ ასობგერას აქვს თავისი მზის მხარე, თავისი ონი, თავის იონი. მოკლედ ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა რთულად ასახსნელი თემა იქნება და ცოტა შესავალს გავუკეთებ ისეც, რომ აი მაგალითად ჩვენ ადამიანები, როდესაც ამ დედამიწაზე ჩამოვდივართ და რეინკარნირდებით, ხო? ხორცს რომ შევისხავთ, ინკარნაცია იგივე ხორცის შესხმა არის და რეინკარნაცია არის მეორედ ხორცის შესხმა არის. რა მიზანი გვაქვს იმისათვის, რომ აი მეორედ შევისხათ ხორცი. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ძალიან რთული პროცესია და დამეთანხმებით, ვინც გააცნობიერა სიღრმისეულად თუ რას ნიშნავს ჯერ ჩასახვა, მერე მუცელში ესე იგი 9 თვე პროცესის გავლა, შემდეგ მუცლიდან გამოსვლის პროცესი, მუცლიდან მერე გამოსვლის პროცესიდან გამოსვლის მომენტიდან ზრდის პროცესი და შემდეგ ზრდასრულობით დამთავრებული ეს პროცესი ძალიან რთული გზა არის. დამეთანხმებით თქვენ, ეს არის ტკივილებით გაჯერებული და ესე იგი უსიამოვნო საკითხებით გაჯერებული პროცესი და დამეთანხმებით, რომ ვისაც შვილი გყავთ, ყოველდღიურად ხედავთ თუ რამდენ ტკივილს განიცდის თქვენი შვილი, თუნდაც ზრდის პროცესში, თუნდაც კბილების დაკარგვის პროცესში, თუნდაც აი მშობიარობას თავი დავანებოთ და მანამდე დროს თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი თითქოს და ჩვენთვის ნორმად მიიჩნევა, რომ ჩვენ მოვდივართ ამ დედამიწაზე, პატერები ვართ და მერე ვიზრდებით, მერე ისევ გარდავიქცევით, ესე იგი, გვამად, ნეშომპალად და სული წავა ცალკე, გვამი წავა ცალკე. თითქოს და ეს იყოს ნორმალური პროცესი, მაგრამ თუ კი ამას სიღრმისეულად დავუკვირდებით, სული, რომელმაც იცის ამ დედამიწაზე მოსვლის დროს რამდენი ტკივილია გასავლელი და რამდენ ტკივილს გადის, ნამდვილად დამეთანხმებით, რომ აღარ ისურვებდა ის მეორედ მოსვლას აი ამ დედამიწასა ზედა. მაგრამ არსებობს ესე იგი ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვაძლევს იმის უნარს, რომ მოვიდეთ ამ დედამიწაზე, რამე თუ ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც მივდევთ, ეს არის ჩვენი დუალური, ანუ დუალი. ალი, რომელიც ჩვენი ჩრდილია და რომლის განკურნებასაც სული ოდითგანვე დასაბამიდან დღემდე, როდესაც სული გაიხლიჩა, ცდილობს, რომ ისევ შერიგდეს, ისევ გაერთიანდეს, ანუ თავის ჩრდილთან გაერთიანდეს. ამის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში არის, საბავშვო ლიტერატურაში პიტერ პენი. პიტერ პენი იცით, რომ თავის ჩრდილს ვერ ერევა და მოკლედ ეს ცალკე თემაა კიდე და მაგრამ ამ თემასთან კავშირშია და
ზოგჯერ თავის ჩრდილს დასდევს ხოლმე პიტერ პენი. ეხლა მოდი ის გავაგრძელოთ თუ რა შეიძლება ამ დუალურ პროცესში იყოს საინტერესო. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ჩამოდის დედამიწაზე იმისათვის, რომ ჩვენ გვიხსნას სიბნელისაგან, ხომ? ანუ გამოდის, რომ პრინციპში ერთობლივად აღებული ქრისტეს დუალური სულები ვართ ყველანი ჩვენ, ვინც სიბნელეში ვიყავით. ხო, წარმოვიდგინოთ. ეხლა არსებობს ესეთი მოსაზრებაც, რომ ქრისტეს დუალური სული არის ის, რომელიც, ვთქვათ, ამ დედამიწასა ზედა არის შობილი. თუ ვინ არის ეს, აქ უკვე მე თავის მოწაფეებში ჩანს და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მიდის და მაგდალენას უწოდებს ლილითს. გამოდის, რომ ადამისა და ლილითის ურთიერთობა, რომელიც ესე იგი განშორებისა და განხეთქილების პროცესი იყო არამე ზემოთ და არამე ქვემოთო, არა ერთიანადო, ანუ ყოველ შემთხვევაში ადამის მოთხოვნა იყო ეს, რომ ის მოქცეულიყო ქვემოთ და ანუ დედრი მოქცეულიყო ქვემოთ, ლილითი მოქცეულიყო ქვემოთ და მამრი მოქცეულიყო ზემოთ, როცა ლილითი ცდილობდა ადამიანისთვის გაეგებინებინა, რომ ჩემო კარგო ადამ არც არსებობს არც ზემოთ და არც ქვემოთ, არსებობს მხოლოდ ერთი სივრცე, ეს არის ერთ იანის სივრცე და მოდი ვიყოთ რა ერთ იანი და არა ორი იანი და აქედან გამომდინარე შემდეგ მათ მოსდით უთანხმოება, ლილითი გამოთქვავს სიტყვებს და გადის და უერთდება ღმერთს და არა დემონებს, მეგობრებო, როგორც არის ეს დამახინჯებულად თქვენთან მოწმენილი და ადამი კი რჩება მარტოდ. ახლა არის ესეთი მომენტი, რომ დაცემული სულის მდგომარეობა, აქ რომელი არის, ლილითი თუ ადამი, რომელი მოითხოვს რომელისგან. პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ წინა ლაივებს რომ ვადევნოთ ყური და იქიდან დასკვნა გამოვიტანოთ, დაცემული სული ყოველთვის ის არის, რომელიც მოითხოვს რაღაცას, ხო? რამე თუ თვითკმარი ვერ არის. თუ თვითკმარი ვერ არის სული, ესე იგი რაღაცა დემონიზირებაში ჩადის, ესე იგი და ცემულია, ხო? დაცემულია, რადგან ის გამოეყოფა ერთ მთლი იანს და გახდება ორ იანი, ანუ ესე იგი დუალური, ბინალური. ამ დღიდან მოყოლებული, მეგობრებო, არის ესეთი მოსაზრებაც, რომ ქრისტე ჩამოდის მისი დუალური სულის განსაკურნებლად. სავარაუდოდ ჩვენ ყველანი წარმოიდგინეთ, ადამი დაიშალა უკვე ერთ მომრავლებად კი არა, 9 მილიარდად დღეს უკვე რა, 9 მილიარდად დაიშალა ადამი. და ქრისტე ჩამოდის ადამისა და ყველა იმ სულის სახსნელად, რომელიც პრინციპში სასופველში უნდა შევიდეს. ახლა თუ კი ქართული ამ ენიდან ავიღებთ და დავესესხებით ამენას ვინ არის და რა არის სული, სიტყვა გვეუბნება ჩვეულებრივად, რომ სული ერთია. ანუ სულ ერთია. სული კი ერთია, მაგრამ ის თავის თავში, ესე იგი 9 მილიარდად დაიყო, ხო? თქვათ, აი 9 მილიარდი ფიზიკური ადამიანი არსებობს დღეს ამ დედამიწასა ზედა, ვთქვათ, ხო? არსებობს 9 მილიარდი, შეიძლება 8 მილიარდ რაღაც ნახევარი. პირობითად ავიღოთ 8 მილიარდი, კარგი. თუ კი 8 მილიარდად დაიყო ერთი სული, ანუ სული რომ ერთი იყო, სულ ერთი რო არის, თუ კი ის 8 მილიარდად დაიყო, მაშინ ქრისტე ერთი მთლიანი ჩამოდის, რომ ეს სული გააერთ იანოს ისევ. და როდესაც ჩვენ ამ სულს გავაერთ იანებთ, ყველა, ესე იგი, ყველა თავის თავში დაყოფილი გავაერთ იანებთ და მივალთ ისევ იანამდე, ინის ანამდე მივალთ, ინი და იანამდე მივალთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ ასეთ ფორმას, რომ ჩვენში წარმოიქმნება ვარსკვლავი. მოდი სიტყვა განვიხილოთ პირველად, განვიხილავ ამ სიტყვას ვარსკვლავი.
სკოლასთან მიგვიყვანა, ხო? რაღაცა სკოლა ვარო და ვინ ვარო მე თავის თავს უსვავს, აბა რომელი სკოლა ვარო? ვარსკვლავი, ხო? ისევ თავის თავში მეცანატი არის, ანუ მეცნიერი არის ეს ვარსკვლავი და აი ახლა ვნახოთ თუ რა პროცესი არის ეს დუალური სულების პროცესი. მე ამაზე ხშირად ვსაუბრობ და ფიზიკურში როგორ გამოვლინდება ეს დუალური პროცესი. უბრალოდ ავიღებ ახლა მე ერთს მაგალითს ჩვენი ისტორიიდან თამარისა და ზაქარიას ურთიერთობას დუალურ სამყაროში. შეიძლება თქვენთვის ეს ცოტა უცხო თემა იყოს და ძალიან წარმოუდგენელი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თამარი და ზაქარია იყვნენ ერთმანეთის დუალური სულები. ეს იმას ნიშნავდა, მეგობრებო, რომ ერთი, როდესაც იყო მეორისკენ შეტრიალებული, მეორე ყოველთვის აქცევდა ზურგს და მიდიოდა მისგან. და როდესაც ის, რომელიც ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში ორივე ერთმანეთს უყურებს, ხო? აი ესეთი პროცესი დუალური სულებში თუ მოხდა ოდესმე, მაშინ ეს უკვე შემდეგი ეტაპია და ის გადადის სხვა ეტაპზე, მათ აღარ ქვიათ უკვე დუალური სულები, არამედ მათ ქვიათ ტყუპი სულები. და სწორედ აი ტყუპი სულები, ანუ ერთიანებული სულები ქვიათ, გესმით? ერთიანად რომ გადაიქცევიან. ისევ იანად რომ გადაიქცევიან, გესმით? და აი როდესაც ახლა ჩვენ ამ პროცესში სული, რომელიც მოდის დედამიწაზე და ერთ-ერთი არის ნათელი ძალა და მეორე აუცილებლად ჩრდილია, ანუ აუცილებლად დაცემული ძალა არის. ნათელი ძალა ყოველთვის ცდილობს, რომ ბნელ ძალას მიაწოდოს იმხელა სინათლე, რომ ამ ბნელმა ძალამ რამენაირად თავისი შეიცნოს და პირიქით. ნახეთ, არ არსებობს დუალურ სამყაროში, რომ სიბნელეს არ სჭირდებოდეს სინათლე და სინათლეს არ სჭირდებოდეს სიბნელე. რამე თუ ის ფიზიკურ სამყაროში თავის თავს სხვანაირად ვერ იგრძნობს. უბრალოდ ვერ შეიგრძნობს რა არის თვითონ ან ვინ არის თვითონ, ხო? აუცილებლად სჭირდება მზეს მთვარეს მზე, თავისი ანარეკლი. რატომ სჭირდება, იცით მეგობრებო? თუ მხოლოდ სინათლე იარსებებს, მაშინ სინათლემ თავის თავში, ხო? შეიძლება ვერ გაარკვიოს რა ესე იგი შესაძლებლობის და უნარების პატრონია, თუ კი მისი საწინააღმდეგო ენერგია არ არსებობდა, ან ფერი. და ასევე სიბნელემ ვერ გაარკვიოს, სიბნელემ შეიძლება თავის თავში ვერ გაარკვიოს რა უნარებისა და თვისებების მატარებელია, თუ კი სინათლე არ იარსებებს, ხო? ის იქნება უბრალოდ თვითკმარი. ანუ სინათლეც იქნება თვითკმარი, სიბნელეც იქნება თვითკმარი. შესაძლებელია, რომ ეს ოდესღაც იყო ერთ დროში, მაგრამ როდესაც მათ გააცნობიერეს თავის თავები, უი თურმე სხვაც არსებობს, ანუ სარკეც არსებობს და არსებობს შავი, არსებობს თეთრი, მაშინ ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს ინი და იანი. ინი და იანის თეორიას ეხლა სურად ხატოვნად ადამიანები ესე ხატავენ, რომ სინათლეში ერთი პატარა მრგვალი წერტილი სიბნელეა და სიბნელეში ერთი პატარა მრგვალი წერტილი სინათლეა. სინამდვილეში ის ერთი პატარა მრგვალი წერტილი სიბნელე და სინათლე კი არ არის ისევ და ისევ სიდონიდან გამომაქვს ეს ინფორმაცია, ის არის დაცხრილული, ანუ სიბნელეში არის ესე იგი წერტილებად გაშლილი სინათლეები და სინათლეში არის წერტილებად გაშლილი სიბნელეები, ანუ აქა-იქ. და არა როგორც ესე ერთად მოთავსებული შავი წერტილი, შავი ხვრელი, ხო? ან ერთად მოთავსებული თეთრი ხვრელი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, როდესაც ვთქვათ ჩვენი ისტორიიდან ჩვენს ისტორიას გადავხედავთ და ხედავთ, რომ თამარისა და ზაქარიას ურთიერთობა იყო დუალური პროცესი. დუალური პროცესი ასევე თავის თავში წარმოქმნის ტრიალს, მეგობრებო, რა და ტრიალი არის ესეთი რა, ერთი მისდევს მეორეს, მეორე გარბის. როგორც კი შემოტრიალდება ერთი, ის მეორეც შემოტრიალდება და მოსდევს ახლა ამას. აი ესეთი პროცესია და ამ პროცესს ვერავინ ვერ გადასდის. ვერავინ ვერ გადაუვა, იმიტომ რომ ეს არის პროცესი. ეს არის ხარშვის პროცესი, ეს არის დუღილის პროცესი, ეს არის ზრდის პროცესი, ეს არის ტრიალის პროცესი და ეს არის ყველა თითქმის რაც კი მოძრაობა
დრაივის პროცესი რა, მოძრაობის პროცესია ეს მეგობრებო რა და მამოძრავებელი ძალა, რომელიც სულს აძლევს იმის ძალას, რომ ამ დედამიწაზე ჩამოვიდეს და გაიაროს ის ტკივილები, რომელი ტკივილებიც, ესე იგი, შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანის სულისთვის, ეხლა არც ერთი სულელი და გიჟი სული არ მოვა ამ დედამიწაზე იმისათვის, რომ მე მინდა უბრალოდ ეს ხე დავინახო, მზე დავინახო, ფული მქონდეს, იახტაზე გავერთო და ასე შემდეგ და იმისთვის არ მოდის ამ დედამიწაზე, რომ მხოლოდ ესენი დაიკმაყოფილოს. აქ კიდევ უფრო დიდი რაღაცა არის, რისთვისაც სული გადაწყვეტს, რომ მოვიდეს ამ დედამიწაზე. გამოეკიდება ხოლმე იმ სულს და ეგ არის რა, რომ როგორც კი გამოეკიდება დუალი თავის ალს, ხო? ერთი ალი მეორე ალს, აქ ხდება ზუსტად დუალური სამყაროს შექმნა. რა მოხდა ამ დროს, როდესაც ხელი შეეშალა, მაგალითად, თამარს თავისი დუალური პროცესის თუ დუალის განკურნებაში, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი, როდესაც პირდაპირ ჩაერივნენ და ხელი შეუშალეს ამ პროცესს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დაქვეითებულმა აზროვნების ადამიანმა ვერ გაიგო რა პროცესი იყო ეს, ან უფრო შეიძლება იყო ეჭვიანობის პროცესზე აგებული ეს ურთიერთობა, რომ შეუშალეს ხელი, ხვდებით? ანუ ურთიერთობა ამათ შორის კი არა, ეჭვიანობის პროცესზე იმან ვინც შეუშალა ხელი ამათ ურთიერთობას, იყო ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც საქართველოში გაბრწყინების პერიოდი იწყებოდა, სწორედ მაშინ მოკვეთეს ეს გაბრწყინების პერიოდი და შემდეგ დაიწყო ისევ სიბნელის პერიოდი. რომ დავაკავშიროთ ახლა ეს პირველ საუკუნესთან, ქრისტე, რომელიც კურნავს თავიანთ ხალხს, ერევა ისევ და ისევ საამღვდელოების ხელი და მოჰკვეთს იმ ალს, ანუ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ალს და ის კი ამაღლდება, მაგრამ სამაგიეროდ აქ დედამიწაზე სიბნელე დაისადგურებს. ესე ამბობს ქრისტე, რომ სანამ აქ ვარ, მაშინ არის ნათელი და მე რომ წავალ, მაშინ დაიწყება უკუნი ღამე, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება, რომ მე ვარ სინათლე და თუ მე მომკვეთს, აქ უკვე სიბნელე დარჩება. ესე ის იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტე ისევ არ მოვიდოდა და არ დაიწყებდა თავის ალის განკურნებას, ანუ დუალის განკურნებას. ვინ იყო ქრისტეს დუალი? არსებობს დუალები, მდედრი და მამრი. ესე იგი, არსებობს თითოეულ ადამიანს ყავს დუალი მდედრის სახით, დუალი მამრის სახით. ვინ იყო ქრისტეს დუალი მამრის სახით? ზუსტად ვიცით, რომ ის იყო კარი, ოტელი, ის იყო იუდა და დუალი მდედრის სახით ვინ იყო? ეგ უკვე გასარკვევი გვაქვს. თუმცა ვინ იყო თამარის დუალი მდედრის სახით? ჩვენ ვიცით, ვინც იყო, ეს იყო მისი მამიდა და ვინ იყო მისი დუალი მამრის სახით? ეს იყო მისი მცველი ზაქარია მხარგრძელი. გამეხარება თუ კი თქვენ რამე გაიგეთ ამ ჩემი მოთხრობილიდან, ძალიან რთულია გადმოვცეთ ის თემები, რაც ჩვენთან იხსნება ახლა სიდონში, მაგრამ მე მაინც ვცდილობ და ყველა ღონეს ვხმარობ იმისათვის, რომ თქვენ გადმოგცეთ ეს საკითხები ისევ და ისევ თამარის მაგალითზე და ისევ მისი ცხოვრების მაგალითზე, რამე თუ თამარმა ზუსტად მოუძებნა გასაღები და შეაღო ის კარი, რომელიც არის იოდა. ანუ თავისი დუალი განკურნა. თამარმა ისკარიოტელი განკურნა. მოკლედ, ვინ არის თამარი? საკითხავია, ვინ არის თამარი? ამ შემთხვევაში, თუ კი თამარი კურნავს თუ კი თამარი აღებს იმ იოტას კარს, მაშინ გამოდის, რომ ისკარიოტელი იხსნა, ანუ იუდა იხსნა და ამ შემთხვევაში თამარი გამოდის, არ ვიცი ვინ, ჯერჯერობით არ ვიცი ვინ. შეიძლება ამაზეც გამეცეს პასუხი. ახლა მეგობრებო, თქვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით გამეხარება ძალიან და თუ კი კითხვები გაქვთ, აქ დაგელოდებით ახლა ამ კითხვებში. თუ კი არ გაქვთ კითხვები, მაშინ აქ ხედავ სიდონის წევრები ხართ შემოსული და
კითხვები ხომ არ გაქვთ ჩემო საყვარლებო? დღეს მთელი დღე სიდონში ვზივარ და ისეთ თემებს განვიხილავ, რომ ზოგი გავაგიჟე მე მგონი. ზოგი ერთი გამექცა. ძალიან რთულია მეგობრებო, როდესაც სინათლეში შედიხარ, შეიძლება თავიდან თვალი მოგეჭრას და რაღაცა იფიქრო ეს სად მოვხდიო, გამიშვით აქედანო რა. მაგრამ იცით რა არის მეგობრებო, სინათლე ყოველთვის ისეთი ფენომენია, რომ სჭირდება წყურია სიბნელეს. არ არსებობს მთვარე მზის გარეშე და მზე მთვარის გარეშე. ენოქი ხო წერს და ამას ხშირად ვამბობ, რომ ენოქი წერს, ისინი ერთნი არიან, ერთი ორგანიზმი არის. ერთი ორგანიზმიო, გესმით? ani ერთია, მაგრამ ორი განია. ერთი, მაგრამ ორი განი. ორგანიზმი. აბა მითხარით ახლა თქვენ რას ფიქრობთ? ხო, იცით რა არის მეგობრებო, მე ძალიან გამეხარდება თქვენ აზრებსაც თუ წავიკითხავ და თქვენ თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, ანუ შეგიძლიათ დამიწეროთ საწინააღმდეგო აზრები და გავარკვიოთ ერთად, იქნებ მე ვცდები. ხო? ნუ ამ ორ პიროვნებას შორის არ არსებობს ახლა ცუდი და კარგი. აქ არის პროცესი. დრაივის პროცესი, ანუ მოძრაობის პროცესი, გესმით? პროცესს ხელს თუ შევუშლით, მაშინ ვიღებთ მონაცემი სახეზეა, ვიღებთ ჯვარცმას. და ჯვარცმა აღარ გვინდა მეგობრებო, ჩვენ გვინდა ახლა ამაღლება, ასე რომ განვიკურნოთ. ხო, გადავიდეთ უკვე ტყუპ სულებში და არა დუალში, ნუ დავრჩებით რა. დუელში. დუელი არ გვინდა, ახლა გვინდა ალი. მხოლოდ ალი. კითხვები გააქვთ თუ არ გაქვთ? ნუ აი, იმიტომ შევატრიალე ხა თამარია და ზაქარია პირისპირ. თქვენ რას ფიქრობთ, გვანან ესენი ერთმანეთს? მე ვფიქრობ, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს. ვიდრე დავითი და თამარი საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. დუალური სულები ძალიან გვანან ანუ ვაშლივით გვანან ერთმანეთს რა, გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. აქედან იმდენი მაგალითს ვიცნობ უკვე, რომ აი ამაში ეჭვი აღარ მეპარება, 0%-ით მეპარება ეჭვი რა. იმიტომ რომ აი არსებობს ეს ფენომენი და რაც გინდა ის გინდა თავზე დადექი და თქვით რომ არ არსებობსო, მე ჩემი თვალით ნანახი მაქვს რომ არსებობს ძალიან ბევრი თანაც. მიუხედავად დღევანდელ დროში. კარგით, ახლა გაკოცეთ მეგობრებო, თქვენი კომენტარები გამეხარება და გააზიარეთ ვიდეო.